ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი ბინაში გარდაცვლილი ნახეს, როგორც მთავარს მიაწოდეს ინფორმაცია, პოლიციელებმა მისი სახლის კარი გატეხეს და ცხედარით სავარაუდოდ მათ იპოვეს. დაწყებულია გამოძიება ამ წუთებში ფონიჭალაში ბერი ნიკოლოზის ბინასთან მისი მრევლი და სამართალდამცველები იმყოფებიან. მასმედიასა და სოციალურ ქსელებში ვხედავთ, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს, ეს მეტყველებს უკიდურესად დაბალ განვითარებაზე. მოსაყდრე შიომ საკვირაო ქადაგებაში დაპირისპირების დაძლევაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი. მისივე თქმით, მშვიდობის გამტკიცების ნაცვლად დედამიწაზე ცხოვრება სულ უფრო საშიში ხდება. მორჩა კეთილი ბიჭის თამაში. ტრამპი ირანს მორიგ მუქარას უთვლის. თუ ისინი შეთანხმებას არ დათანხმდებიან, შტატები გაანადგურებს ირანის ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს, წერს პრეზიდენტი. ის აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ტრამპმა დაადასტურა, რომ ხვალ ისლამაბადში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. ჰორმუზის სრუტეს მხოლოდ ჩვენი ლიდერის ხამენეის ბრძანებით გავხსნით და არა რომელიღაც სულელის ტვიტების გამო, აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. ერთი დღის გახსნილი ჰორმუზის სრუტე ირანმა გუშინ ისევ ჩაკეტა და მიზეზად ამერიკის საზღვაო ბლოკადა დაასახელა. ჩაკეტვის შემდეგ ირანულმა კატარღებმა სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს ორ გემს.